მადლობა. მოგესალმებათ ვანო ჯავახიშვილის შოუ. ნუ 4 შაბათს გავრცელდა ვანო მერაბიშვილის სკანდალური ვიდეო ჩანაწერი. ნუ ძალიან ისეთი ძიმე საყურებელი იყო, მაგრამ ის დღე თეონა კონტრიზის კუნტრუშმა გადაგვატანინა რა ესე მშვიდად გადაგვატანინა ეს რა ვნახეთ ესეთი საოცრება. ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია სახელწოდებით მოქალაქე ესე ქვია და განაცხადა რომ ეს ორგანიზაცია მთავრობის საქმიანობას გააკონტროლებსო, ანუ ფაქტიურად იქნება მთავრობის ოპოზიციაში და გააკრიტიკებს მთავრობას თუ რატომ არ ასრულებენ დაპირებებს და რატომ მოატყუეს ხალხი არჩევნების წინ. აი ესე მიახლის ყველაფერს. ისე ერთის ყველა. თუ ყოფილი პროკურორი არჩილ კბილაშვილის აპირებს არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას, ნუ ალბათ ისიც მოქალაქეს დაარქვეს. ნუ ეს ორი ორგანიზაცია ერთმანეთთან ითანამშრომლებს ჩვეულებრივად რა რაღაცა მოქალაქეთა კავშირი თუ რაღაცა ესეთი რაღაცა იქნება. რაღაცა ერთნაირი თანამშრომლობა ექნება ესეთი უცნაური. ბიძინა ივანიშვილს ამ ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით უნდა გაემართა პრესკონფერენცია, მაგრამ გრიპის ვირუსის გამო ეს შეხვედრა გადაიდო. ნუ ძალიან უცნაური ვირუსი ყოფილა, თურმე აი ესე მას რო ხედავსო, თურმე ციოპლი ყასყავს ხალხს რო ხედავსო და დაპირებების ასრულებას თხოვს ორგანიზმი. ესეთი ვირუსი დადის რაღაცა. ესეთი ვირუსი დადის ქალაქში, არ ვიცი რა ვირუსია, მე ვერ ხვდები და პრინციპში ძალიან გამიკვირდა როგორ შეეყარა ივანიშვილს ეს რაღაცა გრიპის ესეთი მარტივი ვირუსი, მე არ მესმის, მაგრამ კაც ამდენი ფული აქვს და გრიპი თუ ფული ყველაფერს ფულით ვერ იყიდი გასაგები საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აპირებს მივიდეს პარლამენტში და თავისი საქმიანობის ანგარიში ჩააბაროს პარლამენტარებს. ანგარიში უნდა ჩააბაროს თავის საქმიანობის, ეტყობა იმას ეტყვის დილით რომელზე დგება, რა სჭამს, რა სვამს, ღამე როგორ ძინავს. აბა სხვა რა ანგარიში უნდა ჩააბაროს, ისე რა შესაბამისად. ჩვენივად არის შეუძლია. ნუ მე ჩამივარდა სხვათაშორი ბატონი მარგველაშვილის მოხსენების ფურცელი, აი რა უნდა წაიკითხოს ამ ფურცელზე. ეს არის ის ანგარიშის ფურცელი, რომელიც უნდა წაიკითხოს. ნუ ეს ახლა ამ ფურცელზე ახლა მარგველაშვილის 1-2 ანგარიში ჩვეულებრივად დაეტევა. და 1-2 მინისტრის კიდე. მარგველაშვილის პარლამენტში მისვლის თარიღი ჯერ უცნობია, ეტყობა გამოდარებას ელოდება აბა ამ სიცივეში რა გამოიყვანს გარეთ. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი კი ამერიკაში ლექციებს კითხულობს ჩვეულებრივად სტუდენტებთან. პრინციპში 1-2 ლექცია თავის გუნდის წევრებისთვისაც რო წაეკითხა აქ, უკეთესი იქნებოდა, ეგეც აქ იქნებოდა. ნუ სააკაშვილის ლექციებს ამერიკელი სტუდენტები უკმაყოფილოები შესქერიან და უკმაყოფილებას გამოხატავენ. გავიგეთო კაცო ეს სიღნაღი და ბათუმი რო გააკეთეო, რამე სხვაც წაგიკითხეო. რამე სხვაც გითხარიო. სააკაშვილმა განაცხადა რომ ლექციებს იმიტომ კითხულობ რომ შემოსავალი მჭირდებაო. შემოსავალი მჭირდება რომ ოჯახი ვარჩინო. ეგ კი არა და თურმე ლექციების მერე ღამის კლუბში მუშაობს ბარმენად. ღამის კლუბში მოდის და ბარმენად მუშაობს. თან ღამის კლუბების გამოცდილება კი აქვს ახლა და დიახ. ანუ გამოდის რომ სააკაშვილს ფული არ აქვს და იმიტომაც მუშაობს იქ აი ლექტორად. აი ესე გამოვიდა. საწყალს ფული არ აქვს. ის ამ ხელა სიცრუის მანქანა იმ შიშორეზე რო არ გეთრია შეკაი ადამიანო. რა გეტოვებინა რაღაცა აქ ამ ქვეყანაში. არ შეიძლება. რა იყო ეს სიცრუის მანქანა გააქანი ეგეც და იქ წაიღო. სევდია უგრეხელიძე და ირაკლი შიხიაშვილი თოქ-შოუ არჩევანში ერთმანეთს ძალიან ისეთ კაცრად დაუპირისპირდნენ. ვეღარ გავიგე მე რომელს დაუჯერო არ ვიცი. ამ თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით. ნუ ალბათ უფრო შიხიაშვილს. იმიტომ რომ მაგის წარბებიდან ისეთი ენერგეტიკა მოდის. აი ისეთი ენერგეტიკა მოდის, აი თითქოს მისკენ ხარ. გჯერა მისი ენდობი, აი რაღაცა ესეთი მოდის და მე უფრო მაგის მჯერა. ნაციონალურმა მოძრაობამ მოახდინა პარტიის რებრენდინგი. ანუ გადახალისება თუ რა ქვია, ანუ უფრო სწორად აი ხალხის ენაზე რომ აგიხსნათ, რას ნიშნავს რებრენდინგი, ანუ რას ნიშნავს, აი ადრე ნაციონალები ავარიულ შენობების ფასადს რო ღებავდნენ. და გარედან რო ლამაზი იყო და შენობა რო ისევ ავარიული იყო, აი ეს არის რებრენდინგი.
პარტიის რეპრეზენტი ამას ხდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანდატურის სამსახური უქმდება და თუ სკოლა მოითხოვს, იმ შემთხვევაში დარჩება მანდატური სკოლაში, მაგრამ არ გიგონოთ დანარჩენი მანდატურები უმუშევრად დარჩებიან ძვირფასო მეგობრებო. ეს არ იფიქროთ არც ეს შემთხვევაში. ამათ ურმე ასაქმებენ იმას ქარხანაში. თუ ეს რა თქმა უნდა ეს ასი ქარხანა მოითხოვს, რომ ეს ხალხი დაასაქმონ, ისე ეს მარტივად ხდება. მე თუ ვკითხავ, საერთოდ გასაუქმებელია ეს მანდატური სამსახური ძვირფასო მეგობრებო. მაგათ ჭიჭით ბავშვი ვერ გამიშვია სკოლაში იარაღით. ბავშვი ვერ გამიშვია, ესე არ შეიძლება. მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ მანქანებზე წითელ ლურჯის სიმციმები შეიზღუდოს, აი ხო არიან მაგალითად წითელ ლურჯიანი შავი მანქანები რომ დადიან და სიმციმები რო აქვს უკან რომ მოგადგება და რომ გაწვალებს რომ უნდა რაღაცა გააკეთო. სიმციმების აკრძალას მაგ მანქანების მძღოლები რო აგეკრძალათ პირდაპირ უფრო კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ თვითონ მანქანა ვერც წითელზე გაივლი და ვერც პროტივზე წამოვა. ეს უნდა გაგეკეთებინათ პირველი. ასევე 2015 წლის 1 მარტიდან მანქანების ტექ დათვალიერებები სავალდებულო გახდება. ამ ტექ დათვალიერების ცნობას და გადასახადს იცით რომელ ფურცელზე მოგცემენ? აი არჩევნების წინ ერთი სურვილი რო უნდა ჩაგეწერა იმ ფურცელზე. ოღონდ მეორე მხრიდან არის დარჩენილი პატარა ადგილი, მან უნდა მაგ ფურცელს მოგცემენ. ტექ დათვალიერებას ვერც ერთი გაუმართავი მანქანა ვერ გაივლისო. ტექ დათვალიერებას ვერ გაივლი და საერთოდ აუკრძალავენ მანქანებს ქუჩაში გამოსვლას. ამან ძალიან გააღიზიანა მძღოლები, რა ვქნათ ჩვენ, ვისაც ძველი მანქანები გვყავსო, რა გავაკეთოთ. ამაზე მთავრობამ უპასუხა, ადექით თქვენსო და ახალი მანქანები გამოიწერეთო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ესე ვაკეთებთო და თქვენც გამოიწერეთო. განსაკუთრებით ახბოთნენ ტაქსის მძღოლები. ამ მანქანებს ვაჩერებთო, გავაჩერებინო თუ ოჯახებსო ჩვენ ამ მანქანებით ვინახავთო და ერთი ანდაზა გამახსენდა ამაზე, ტაქსისტების მოყვანილი მთავრობას ისევ ტაქსისტები წაიყვანენო. არის ესეთი გამოთქმა ახსენებს ესეთი. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეზღუდვები დაწესდება სამთავრობო მანქანების შესყიდვებზე. მანქანები რო შეისყიდონ, ამაზეც ძალიან დიდი შეზღუდვები იქნება. ამ ფაქტს გამოეხმაურა მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ძალიან საინტერესო ვიდეო გვაჩუქა მან, ნახოთ. მზათავარ მივიღო ყველა დავითახო ყველა გარკვეულებას რაც მიღებული იქნა, ამიტომ ეს ჩემთვის არ არის პრინციპული საკითხი, მე შემიძლია სამაკეთებას ვიაზრო. ხედავთ, სად დააფიქსირა ზაქარეიშვილმა ევროპისკენ რო გვაქვს კურსი აღებული. სამაკათკითო ინგლისურად თქვა. სამაკათკით. ისე ბატონო პაატა, სამაკათკით კი რა, ძვირადღირებული ჯიპით ვერ ჩაგიყვანეთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და სამაკათკით წახვალთ. პრინციპში მოითმინეთ 2015 წლამდე შემოა ტექ დათვალიერები და მე ნახევარ საქართველოს სამაკათკითვილი ჩაულებია, რა პრობლემა არის არანაირი. კალაძემ მთავრობის ხდომაზე გაიტანა საკითხი ჰესების მშენებლობის შესახებ. მოკლედ კალაძე მაგრად უტევს, მოაქვს და გააქვს საკითხები მთავრობის ხდომაზე. მთავრობის მთავარი ესეთი ბომბარდირია, მაგრამ მე მეშინია ჰესების შემდეგ ხალხმა ზამენაზე არ დასვას. არის ეს საშიშროება. მთავრობა აქტიურად არის ჩართული ხუდონ ჰესის მშენებლობის საკითხშიც. კიდევ კარგი ნაციონალები არ არიან სათავეში, თორე მაგათ რომ აეშენებინათ ხუდონ ჰესი, ეხლა უკვე ისეთი მომენტი იქნებოდა, ხო განადგურდებოდა ბუნება და შეიცვლებოდა კლიმატი. ბუნების კლიმატი ხო შეიცვლებოდა და ეხლა უკვე ბუნება თვითონ ხდება, რომ კაი ხალხია მოსული და თვითონ მთავრობაში და კაი ხალხი აშენებს და არ აქვს პრობლემა არანაირი ბუნება თვითონ. ხო, ესე ხდება. ჭამე ნოდარი როგორი ხადური ვიმტკიცებს რომ სოფლიოში ყველა ვალუტამ დაკარგა ძალა დოლართან მიმართებაში და ლარი კი არ გაუფასურდაო, არამედ დასტაბილურდაო. კარგით რა ბატონო ნოდარ. კაცო, არ მაქვს ტყუილების თქვა არ მოგბეზდათ, ან ჩემი ხუმრობები არ მოგბეზდათ, კაცო, ენა მაქვს დაღუძები, აღარ შემიძლია. კარგი, თუ ყალაყალაკეთ. Eso es lo que
ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან. პირველ სტუმრად მოვიწვიეთ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგონიშვილი, ხოლო მეორე სტუმრად მოვიწვიეთ შემომღერალი ნინო დოტელი და რეპერი ტაბა. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას, გადავდივართ ჩვენს ვიდეოების ბლოგზე, ძალიან საინტერესო ბლოგი გვაქვს. თქვენ შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე, თუ რაიმე სახალისო ვიდეო გაქვთ, ეს არის ვანოს შოუ რუსთავიარი.com და ჩვენს Facebook-ის გვერდზე. მაშასე დავიწყოთ პირველი ძალიან საინტერესო ვიდეო. მართალია სოფლის მეურნეობაში ძალიან ბევრი პრობლემაა ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ ნახოთ რა მიაჩნია ერთ-ერთ სოფელში ქალბატონს ყველაზე დიდ პრობლემად. აირა, ეს ეხება ეს რეკლამები, 5 წუთი რო კინოა და 15 წუთი რეკლამა და ნერვები აღარ აგვაქვს და ავათავართ ყველანი რა. არაფერი აღარ მინდა ეს მეთქი, ნეტავი თბილისში ერთხელ დამაჩეროს ვიმემ და შემეკითხოს რა პრობლემა არის, ვეთქოდი. 5 წუთი კინო არის, 15 წუთი რეკლამა, ერთი და იგივე წლობით. წლობით რა ესა. აღარ აქვს თქვენი აკეთებს. მართალია ეს ქალბატონი მართალია, რა ქვია, ეს რეკლამები არის სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა. მართლაც, ამხელა რეკლამები რო და კიდე იცი რომ რა არის პრობლემა სოფლის მოსახლეობის? აი გადაცემა პოზიცია რო იწყება 10-ზე და 12-ზე რომ თავდება, ეგ ყოფილა რა ვიცი, ესე მითხეს. ესე მითხეს პრობლემა არის რაღაცა. ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე იმდენად დაიკარგა რომ ხალხს მისი სახელიც კი დაავიწყდა, ნახოთ ვიდეო. რომელიც უყურებს და მართლაც როგორც თქვენ თქვით ხო, მე მგონი ქალბატონი ჩიხრია რომ ეს ხდება ხო თქვენ ახალ პირველი ვიწყებს. რა ვიცი ბატონო ბანდრო სიხეილ მააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი იყავთ ეგ შეცდომა რანაირად მოვიდეთ. ტელევიზიების გიგანტი ეს არის ტელეკომპანია რიონი აქვთ თავიანთი ток-შოუები ძალიან საინტერესო. ეთერში ამ ერთ-ერთი ток-შოუს დროს ეთერში რეკავს განაწყენებული ადამიანი თუ შეიძლება ვნახოთ. დიახ. შარშან დარიგდა ეცამედა ხელბასები და ძალიან დიდი მადლობა ყველას. შარშან ახლა მე არავის არ მივჭირი ვარ არც ნაციონალს არც უნაციონალს და არავის და ჩემი უსაყვარლე კიდევ მე რო ჩემი 4-ვე არის ჩემი უსაყვარლეზე 5 წელი ბიჭები, მაგრამ სად არის ეს შეტირებები რო შეგვიდა და 100 წელი არ გაგვწევია. მე ამგეს დოლარის კურსი რო გაერთად. ბატონო და დაწიეთ დროზე ლავის კურსი თორე დაენგრა კიდევ ერთი ოჯახი ამ კაცს. ვრჩებით ტელევიზიების გიგანტ ტელეკომპანია რიონზე. სხვათა შორის ამ გადაცემაში ყავთ მოწვეული ის საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობიდან გავიდნენ, ანუ გადავიდნენ სხვა პარტიაში. ერთ-ერთი ადამიანი რეკავს კიდევ ძალიან საინტერესოა ეს. შეიძლება? რა თქმა უნდა. ერთი საბაკ, რადგან თხოვნა მაქვს რა თქვენი ტელევიზიის მუშაკებისათვის. დიახ. ძალიან გთხოვთ რა საზოგადოების წარმომადგენლები გთხოვთ მოგვიწვიოთ ქუჩაში გამვლელი ხალხი და გამოვლელი ხალხი. ეს ხალხი ახლა ვის ბაზგიზია თქვენ უმეტესობა. დიახ. ესე იგი, პერესეთკას არ აკეთებს, იმდენად კაცი ამერიკაში გასახდენად, მაგედი რო აკეთებენ პარტიებში გადასვლა გადმოსვლა. მაგედი არ ძალიანსი არიან, არ პატრიოტები არიან, არ მაგედი არიან თავკუღმაღელესავით მოსიარული ხალხი. ეხლა ესე არ შეიძლება, მაშინ ისეთი მომენტი იყო, რომ თვითონ ისე კი არ გადასულან კაცო. თვითონ ოცნების მაიკა იყო ხარისხიანი და მაგითო გადავიდნენ. არ შეიძლება ჩვენი ვიდეოები დავით აქუბარდიას გარეშე ძვირფასო მეგობრებო, ბატონი დავითი კვლავაც გვაოცებს მისი გადაცემის თემები და ერთ-ერთი თემა აქვს ძალიან საინტერესო, ეს უნდა ვნახოთ. მოგდი სიცილით გაზო ამერიკული პორნო არქი არის. არაფერს არ აჩვენებს. რომელი არქი არის? რაღაცა არის ამერიკული არქი გადის რუსკაია ნოჩი გადის. სიცილით გდები გაზო ეს ამერიკელები. ახლოს არაფერს არ აჩვენებს. სორს აკეთებენ, ბაბა. სწორია ეს ადამიანი ამ ყველაფერს რო უყურებს. აბა მარტო პოლიტიკით იღლება ადამიანი, კაცო. რაღაც ისეთი ცხოვრება ნახოს ხო ისეთია. მალე ალბათ ტინტო ბრასი ეყოლება გადაცემას სტუმრად, ხო? მოკლედ ძვირფასო მეგობრებო, ძალიან საინტერესო ბლოგზე გადავდივართ. მანამდე პატარა შესავალს გავაკეთებ.
ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ძალიან ისეთი საინტერესო ვიდეო, რომელმაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩემიც გადავწყვიტე მომეწვია ამ ვიდეოს გმირი. მას ასე მივესალმოთ პატარა პაროდისტი იოანე ვარდუკაცი. ესე იგი, გვიფასო მეგობრებო, მე მომივიდა პოსტაზე ძალიან ბევრი წერილი და ვიდეოები გამომიგზავნეს ამ ბავშვთან დაკავშირებით და მეც გადავწყვიტე რომ ეს ბავშვი გადაცემაში მომიწვა. იოანე, როგორ ახარ? კარგი. ესე იგი, შენ ხარ პაროდისტი, ხო? რაღაცებს აკეთებ. შენთვის აკეთებდი ხოლმე სახში? ხო? კარგი. მოდი პირდაპირ დავიწყოთ პაროდიებით, ხო? თავიდან რას გააკეთებ, აბა რას შემოგვიყვება? ლექსის პატარა ნაწყვეტს ვიყო და მე პაროდიებს გავაკეთე. ლექსის პატარა რამდენი წლის ხარ? 8 წლის. ლექსის პატარა ნაწყვეტს გააკეთებ და მე პაროდიებს. აბა მე დავიწყოთ. ეი თქვენ არა გველებო, გაუმაცხარნო მიცა, თქვენ საფლავებთან მოსვლა და მოხელისემოდ რეკამა მინდა. ეხა ნაწყვეტს რაღაცას ვატანე ვიძინა ივანი. თქვენ არ გველებო. მოიძღანო და ეს ბატონი სოსო ჯაჭულია. სოსო ჯაჭულიანი? აბა პიდი. თქვენ არ გველებო. გაუმაცხარნო მიცა. თქვენ საფლავებთან მოსვლა და მოხელისემოდ რეკამა მინდა. კეიკისი ჩემორო. ეს ჩარტულია. ჩარტ. კიდე აბა, ვიგა. ეხა ამ ლექს როგორ იტყვის? ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი. ეს თქვენ არ გველებო. დავიწყე. აკეჟებდა. მუშენდა. მუკეჩმედი. ბრავო. ძალიან მაგარი ბავშვი ხარ. ოჩა. გამარჯობა. ხო, მოდი შევარ გაკვეცებ ახლა ვირუსი მაქვს აშინელი. მუში გქონდა თელეგრამი 38. მე დავლე წალო ვის ავიყო 41, ახლა დავისვენე. როგორ ახარ? კარგად, თქვენ როგორ? რაღაც ხო მომესმა აქ, რაღაც თითქოს შენ ხვას გავდა, მაგრამ თითქოს რაღაც ესეთი იყო. რა ხდება? ძალიან კარგი ესეთ პაროდისტი ბავშვი ვნახეთ, ძალიან კარგია, კარგ პაროდიებს აკეთებ. პაროდისტი ხარ? ვიზნამდე, ვიძინა? სიუნო, ვიძინა. რაღაცა შესაქმე. აბა თუ ვიძინა ხარ, რაღაც ანეკდოტი მომიყევი მაშინ. ვიდეო მომიყევი მოდი. და ხარ მოდკაშიო. არა ვინაუიო. მოიცა, მე ვარ. გავიწერე, ასე გონდეს ალკეში ვიყო, გავიწერე. არა ეს გინდა ვიყავი. გავიწერე. აი, იუმორისტი, მართლა ჭეშმარიტი ქონია, აი ესეთი იუმორი ვისიმეც. ასეთი ჭეშმარიტი იუმორი. მაგრამ ერთი რაღაც დააყდა მაგას. შენ თუ არ გაიცნე, შენ ანეკდოტს, სხვა რომ არ გაგიცნებს. აი ეს გააკეთე, თავშირება გამიკეთე, მიდი. აია. უკვე სულ სხვა ის მიეცა ანეკდოტს, სულ სხვა ფორმა. კიდე რას ვიზახი ხოლმე? აბა მიხარი ვაგე რას ვიზახი კიდე? აბა ვიდი. ჩაგეთხევიო. არა რიგაიო. იძერო. ვიგიღლიო. აი ხა რაღაცა დაიბაშოებში იგონებ. ვიგიღლიო კი არ ვიგიღლიო თქვი თავი. ვიგიღლიო. აი დამელოდი ახლა შენ. ვიგიღლიო. დამელოდი ახლა. ვიგიღლიო. გავტანავდეთ მოდი. ვიგიღლიო კი ახლა შენ ახლა. ვიგიღლიო კი. ახლა. არა ვიგიღლიო კი ახლა. ვიგიღლიო. იტო. ჩემს უარეს ყოფილა ის იყო. აი იყო ვიგიღლიო კაცო. ჩემს უარეს და ფილმ ნახევე. აბა კიდე ვისაკეთებ ერთ მაინტერესებს. აბა კიდე ვისაკეთებ. ჩაჭული. ვიდეო გამიკეთებ, ჩაჭული მაგარი იქნება. მე ჩემორებს ესე ვიცახი. ნუ ბელეთე უფში ჩემორო. ეს კარგია, მაგრამ რაღაც უნდა და ისეთი. დამეხასიათები. ეს გამიკეთი. გენიოსი, იმიტომ არის გენიოსი. რაც ნასწავლი ყველაფერი არ ავიწყდება. ხო, რას გეუბნებოდი?
ეს გამიშნული გამიკეთე ეს ეს გავაკეთე. მიდი გააკეთე. გენიუსი, იმენტომერისი, გენიუსი. რომ არაფერი არ აღწევს. კარგია. ეს უკვე სუსხადონია. კიდევ ვისაკეთებ მოქალაქე. ბეტონი პრემიერ-მინისტრი. ღარიბაშვილს მიკეთე, მიდი გააკეთე. Adekatreçini. Adekatreçini steçini. Adekatreçis. Adekatreçini steçini. Adekatreçis. Adekatreçini steçini. Adekatreçini steçini. Şöyle hayırlı numarasını ona bak. Bravo. Iuare Varducade იყო, ჩვენი სტუბარი, დამოვა. Ვიფასებაგებ ხოთმიასალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხათუნა გოგორიშვილი. გამარჯობა ხათუნა. აგერ უკვე რამდენი ხანია პირველად ხარ ჩემს გადაცემაში ოპოზიციონერის რანგში ხო თუ როგორ დავარქვათ? ხო, ოპოზიციონერის რანგში შენ გადაცემაში პირველად ვარ. ხო. მაგრამ თავისთავად ოპოზიციონერის რანგში პირველად არა ვარ. ისე ყოფილ ხარ ოპოზიციაში? კი, ადრეც ყოფილი ვარ ოპოზიციაში. რომელი უფრო კარგია ოპოზიციაში ყოფნა თუ ხელისუფლებაში? ეთია როცა სადახარ იმას ამბობ, ხო, ზოგადად. ხო. როცა ოპოზიციაში არის ადამიანი ამბობს, რომ ოპოზიციაში ყოფნა უკეთესი. ხო. როცა ხელისუფლებაში ალბათ ამბობს, რომ ხელისუფლებაში. მაშინ არ დაგისვა სხვათა შორის ეს კითხვა, როცა ხელისუფლებაში ვიყავი. მაშინ კარგად იყავი და მაგრამ თავისთავად ისე აი გულახდილად რო თქვა თავისუფლების თვალსაზრისით და ესე როგორ გძნობ თავს ოპოზიციაში ყოფნა უკეთესია დამიჯერე. აი ხო მაგალითად რატო აი ოპოზიციაში ხარ? ნუ ერთ-ერთის ხდომებზე არ უნდა იარო ხშირად. დავიწყოთ მაგითი. თორე ეს არის უმრავლესობის და ხელისუფლების პრეროგატივა, რომ ქვორუმი გქონდეთ. პასუხისმგებლობა უფრო რა თქმა უნდა გაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ არა ისეთი, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის. და რაც თავარია, ყველაფერს უნდა შეხედო კრიტიკული თვალით და ეს ხო ძალიან ადვილია. ხო, ნუ კრიტიკული თვალით ყველაფრის დანახვა ძალიან მარტივია და მე ჩვენც ესე ვართ უყურებთ ყველაფერს კრიტიკით. ძალიან კარგია. როგორ გამოახციე ნუ დიდი აქციები არის დღეს ხო რაღაცე საინტერესო რაღაცები ხდება ხო, ჩვენ საერთოდ ძალიან საინტერესო ცხოვრება გვაქვს. მართლა სულ რაღაცა აქციები არის, მაგრამ აი ეს შეკითხვა. ნუ დიდი ხანი ხელისუფლებაში იყავი. აი გადაწყობის პროცესი როგორი იყო ოპოზიციაში? ანუ ქონდა რამე ესეთი ცოტა უხერხული მომენტები? ხო, ხანდახან მავიწყდებოდა რომ ოპოზიციაში ვიყავი და ხელისუფლებაში აღარ ვიყავი და ეს იწვევდა ხოლმე თავისთავად რაღაცა კურიოზულ სიტუაციებს. აი მახსოვს ნოემბერი იყო, უკვე ქუთაისში ვიყავით პარლამენტი და ქუთაისში სადაც ცხოვრობ, ბინა გვაქვს ნაქირავი, მე და ირმა ნადირაშვილი ვცხოვრობთ ერთად და გამოირთო შუქი. ხო, იმდენი ხანია რომ საერთოდ შუქი არ იყო მაშინ ჯერ არ ვიცოდით, არ გვახსოვდა უბრალოდ როგორია და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი როცა შუქი ითიშება და თავიდან ძალიან დავიბენით. რომ რა უნდა გავაკეთოთ. მე დავიწყოთ გახსენება, რომ ხო აი 90-იანებში ხო იყო ისეთი დრო, როცა შუქი ითიშებოდა და რას ვაკეთებდით და როგორ ვიქცეოდით და ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებლად უნდა ვიყიდოთ სამთელი, იმიტომ რომ არ ირთვება ეს შუქი, არ მოდის. და გამოვედით მე და ირმა ორივენი იქვე ახლოს მაღაზიაში, რომ იქნება და სამთელი იყოს და ვიყიდოთ, რაღაც პატარა მარკეტია და იქ არის იქვე ეს ქუთაისში თავყრილობის ადგილები, ესე ბირჟას რო ეძახიან და ზუსტად ერთ-ერთ ასეთ ბირჟასთან უნდა ჩავგველო და უცებ იქიდან ხალხმა რომ დაგვინახა ხალხმა კაპიტან ირმა რა არის ეს რა ხდება რას გვიშვება ეს მთავრობა დაიწყეს ესე შეძახილები და მე რაღაცა ჩემს ფიქრებში ყავდა და დამავიწყდა და ესე მოვემზადე რომ უნდა დავიწყო მთავრობის დაცვა რომ იცით რაშია საქმე რომ რაღაცა და უცებ გამახსენდა რომ აღარ უნდა დავიწყო მთავრობა აბა მე ვთხარი ეს რა დღეში წრია რა დღეში ჩავყარი რაღაც
კარგახანს ვიდექით მე და ირმა ამ ადამიანებთან ერთად და ესე გავცვალეთ ჩვენი წუხილები და მე რომ მოვდიოდით უკანაზე გვტევოდით ციცილით რომ როგორ ხო ნუ ეხა ეგეთ როგორ შეგვიყვეთ ხუთაი ქირაში რამდენი სიხდი ხე ქირით ცხოვრობ იქ ქირაში პარლამენტი იხდის ორივეს ესე პირდაპირ ურიცხავს ბინის მეპატრონეს აჰა ხო და რა ვიცი კარგად შვენივრად ირმა ნადირაშვილთან ერთად ცხოვრობ და რატო ირმა რატო იმიტომ ცოტა ისეთი მეწყვილია თვითონ მაშინ იმიტომ ირმას ხელში შენ ნათესავს ვერ ამოიყვანს სახში და ყავარს ვერ გაალევინებ ხო ის ნათესავს ვერ იტანს აი ეს საქმე მე და ირმა ვართ ნათესავები თვითონ ესე იგი ხედავ როგორ ხო და ასე რომ მაგ მხრივ დაცული ვარ იმიტომ რომ ნებისმიერი ჩემი ნათესავი ირმას ნათესავით გამოწე ხა იმედია თავის ნათესავზე მაინც აღარ დაიწყოს აი მეზობლები როგორი ყავთ მეზობლები ახლა ქუთაისში მეზობლები ძალიან კარგი ხალხია ძალიან კოლორიტული როგორც საერთოდ ქუთაისისთვის არის დამახასიათებელი ერთადერთი ესე მინუსი თუ შეიძლება რამე ითქვას რომ ძალიან ადრე იღვიძებენ და ძალიან ადრე იწყება ხმაური, რაც ესე იგი არ არის დამახასიათებელი თბილისისთვის. იქ დილის 7 საათიდან არის ესეთი გუგუნებს სიცოცხლე. ანუ პრეტენზიებით არ მოდიან, მაგალითად თუ შეიძლება ჩუმად იყავით, იმიტომ რომ თქვენი სახლიდან სიცრუის ხმა გამოდის ან რაღაცა. იცი რა, ეს არის ძველი, კარგად აშენებული აგურის სახლი. ანუ ხმა არ გაქვს. ხმის იზოლაციის პრობლემები მოგვარებული გვაქვს და გარეთ მეზობლებს არ ვაწუხებთ. მეზობლებს არ ვაწუხებთ. აი მაგალითად ეს მიწოდება არ იციან ამის საჭმელის შემოგატა. აი მაგალითად ხო შეიძლება მეზობელმა შემოგაწოდა ხაჭაპური, იმერული ხაჭაპური გამოდის. აი ქალბატონო ხათუნა ინებეთ. მოგიკითხეთ ხაჭაპური, აი მიიწვით კი არა ხარ ღირსი, მაგრამ გაგვისინჯეთ. იცი რა, ესეთი ფაქტი ახლა ნამდვილად არ ვიტყვით ყოველს ჯერ არ ყოფილა შეიძლება იმიტომ ჩვენ ძალიან გვიან მივდივართ ხოლმე სახლში და ძალიან იშვიათად გვიხდება გადაკვეთა მეზობლებთან მაგრამ იმედი ახლა ამ გადაცემას რომ ნახავენ გაუჩნდებათ ეს სურვილი ხო შემოგაწოდოთ რაღაცა შემოგაწოდოთ რაღაცა ესე იგი სასარგებლო შენი გადაცემიდან ჩემთვისაც არის კაიუბანში ცხოვრობ ზასტავა კაიუბანია ხო დამიქნეს თავი. კაი ხო, ნუ ესე ამბობენ რომ კარგი უბანი. კარგი. გაფართოება ხო არ გინდა მე მაქვს რამდენიმე განცხადება ამოვიწერე. მაგრამ რა უბნებია? კაი უბნები მაქვს ძალიან კარგი ეს გაზეთი. აი მაგალითად იყიდება ოროთახიანი ბინა, მაგრამ ეს თქვენ არ გინდათ იმ სადგავთ საყიდელი ფული თქვენ უფრო ქირას გადავკი. თუ ქირავდება, ოღონდ ესე გადარიცხვით. ქირაობა გადარიცხვით. ქირავდება სამოთახიანი ბინა ზასტავაზე ხარ ხო შენ? კეთილმოწყობილი ევრორემონტით, ჩაშენებული კარადებით, ეს ჩაშენებული კარადები 600 ლარად. ნუ 600 ლარი ცოტა ძვირია, მაგრამ თუ ეტყვითო ლეიბორისტები ვარ, შეიძლება ცოტა დაგიკლონ. არის ეგეთი, აქეთ ამოკიდე. ქირავდება ბალახვანში ოროთახიანი ბინა მხოლოდ მაჟორიტარ დეპუტატებზე. სიით გასულები ნუ გამომეხმაურებია. შესიითხა. არც ეგ არ გამოვა. ქირავდება ოროთახიანი ბინა ორ პარლამენტაზე არ არის წყალი, შუქი, გათბობა, ტელევიზია, ტელეფონი, ინტერნეტი, შემოვიდეს ახლა ორი პარლამენტარი, იცხოვროს აქ და გაიგოს როგორია გაჭირებული ცხოვრება. ხო, ეს არის პირდაპირ უმრავლესობის წევრი პარლამენტარებისთვის. ხო, ეს იმათვისაც მეთქობა. ეგ საჩვენო არ არის. ქირავდება ბინა ორ სტუდენტ პარლამენტარზე, ეს უკვე იქირავეს, ბოკუჩავამ და საჯაიამ იქირავა. სტუდენტ. ბოკუჩავა არ არის უკვე სტუდენტ. აღარ არის. ესე ვერც ერთი განცხადება ვერ ნახდა, ისე ისე დავრჩებით ჩვენ სადაც ვართ ნახე. ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს, ახლა მე შენ დიდი ხანია პარლამენტის, რამდენი მოწვევის პარლამენტარი ხარ? იცი, ყველას გონია რომ ძალიან დიდი ხანია ვარ პარლამენტის წევრი, მაგრამ სიამძულეში პარლამენტის წევრი პირველად გავხდი რევოლუციის შემდეგ 2004-ში. უბრალოდ დიდი ხანია მუშაობ პარლამენტში. მანამდე მუშაობდი პარლამენტში როგორც აპარატის უფროსი. აპარატის უფროსი, გასაგები. და ბევრი ისეთი ადამიანი, ახლა ახლანდელ მთავრობაში, ბევრი ისეთი ადამიანი არსებობს, რომელიც მაგალითად შენ ხელში გამოვლილია. კი, გაგიკვირდება და არიან ესეთებიც. ნუ აი მე ამბობენ ამას ხმამაღლა. იცი, ანუ ახლა გააჩნია, შეიძლება ახლა სახში ამბობენ თავის ახლობლებში, მაგრამ ახლა პარტიულ შეხვედრებზე და პარტიულ შემადგენლობაში არ ამგონი, რომ ამას ამბობენ. ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამას არ აღიარებენ. აი რატო არ ამბობენ და არ ვიცი, იცი, ვერ გეტყვით, შეიძლება უბრალოდ რაღაც ის არის, რომ
მათ ბიოგრაფიაში თუ CV-ში ეს არ არის, ნუ შეიძლება პრობლემები არ ვიცი, ხა ნამდვილად ეს იმათ უნდა კითხოთ, რატო. მე მაგალითად არასოდეს არაფერს არ ვცვლი ჩემს ცხოვრებაში, ვისთანაც მიურთიერთია, ყოველთვის ვამბობ ამას და ნუ ხა, როდესაც ამ ადამიანებს უსმენ ხოლმე, ცოტა მიკვირს, იმიტომ რომ ესე ყვებიან რაღაცა ფაქტებს და ნუ ძალიან მართლა ნიჭიერი უნდა იყო ადამიანი, რომ მოახერხო ის ამბავი ისე მოყვე, რომ მე არ მახსენო. ხო და ნუ ისინი ამას ახერხებენ, ესე რომ როგორც ჩანს არ არიან, ნუ უნიჭოხავ. დაიწყებ თუ არა? ვიდარიან ესე. ანუ შენი გალგინი რას ნიშნავს? ანუ შენ მიიღე სამსახურში თუ როგორ? არა, ნუ ეხა მაგალითად სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია სკოლაში იყო ჩემი მოსწავლე, მე ვიყავი მისი მასწავლებელი. ხო. და მე სკოლაშიც ვასწავლედი. მაშინაც ესეთი იყო ბავშვი? არა, შალვა ძალიან შეიცვალა, რაც გაიზარდა, მაშინ აბსოლუტურად სხვანაირი ბავშვი იყო, კარგი ბავშვი იყო ძალიან. ანუ შეიცვალა. არა, მე გარეგნობას გულისხმობ, იმიტომ შალვა ეხა არ მინდა ეხა ვილაპარაკო ამ თემაზე, და ეხა გარეგნულად სულ სხვანაირია. ნუ აი ვინ გითხოთ, მინისტრები გაინტერესებს? აი ნოდარ ხადური იყო ჩემი თანამშრომელი მაგალითად. მუშაობდა პარლამენტში კი წლების განმავლობაში. მაგრამ მე მგონი ხა ამას არ ამბობს, უთქვამ სადმე მე რაღაცა არ გამიგია. მაგ შეიძლება ხეზე ცოცვა არ ასწავლე, მაგალითად იმიტომ რომ ხეზე ასვლა რო იცით არავის არ მისწავლები, ამას ვაცხადებ. ღიად საჯაროდ არჩეთი ჩემი აღზრდისთვის ხეზე ასვლა არ მისწავლებია. ნუ ხა ირინა იმერლიშვილი ეს ალბათ ასევე ცნობილი ფაქტია, ეხანდელი უშროების საბჭოს დივანი ასევე ჩემ ხელში გაზრდილ გამოვლილია. და სამოქალაქო სექტორშიც ყავს გაზრდილები, იცი? როგორ? ბიძინა კაცო. არა, ეგრეც ეხა ესეც არ არის საქმე. სამოქალაქო სექტორში ექსპერტები ხო სამოქალაქო სექტორად ითვლება. ექსპერტები ჩემი საყვარელი ის არის. ხო, აი მაგალითად შემიძლია გითხრა, რომ კახიშვილიც ჩემი თანამშრომელი იყო. კახიშვილი ეს ყველაფერზე ლაპარაკობს ხოლმე, ხო? კი, ექსპერტი. თავდაჯერებული თავს თან გვიქნევს და თან რო გვაჯერებს რაღაც. ხო, ნუ ეს საერთოდ ექსპერტობა არის, ცალკე ხა მაგას ვილაპარაკ, მაგრამ საერთოდ თავისთავად ესე იგი ეს ადამიანები ძალიან მე ვფიქრობ, რომ სასაცილოა, მე სხვა რეაქცია არ მაქვს ამაზე, იმიტომ რომ როდესაც ხა დაუსვას ხან ნანუკა შოუში არიან, ხან პროფილში არიან და ნუ ხა სხვადასხვა გადაცემებში ან რაღაცა ინტერვიუები ჟურნალ გაზეთებში და უსვამენ შეკითხვებს, რომ როგორ მოხვდით პარლამენტში და როგორ დაიწყეთ მუშაობა, ხო? ხო და ნუ აქ არის ორი ვარიანტი. ან უნდა თქვა, რომ დაურეკე ხათუნა გოგორიშვილს და ვთხოვე, რომ უმუშევარი ვარ და იქნება რამე სამსახური მიშოვო და ხათუნა მე დამაწყებინა სამსახური. ერთი ვარიანტი ეს არის. მეორე ვარიანტი არის, რომ გამოცხადებული იყო კონკურსი, გოგორიშვილი ატარებდა გასაუბრებას, მაინც გოგორიშვილი, ესე გინდა არ გინდა გოგორიშვილი. ვერ გაცდები, მივედი, გამესაუბრა. ნუ აქ შეიძლება უფრო ცოტა ილაპარაკო, რომ მოვეწონე, გაგიჟდა გადაირია ეს რა ვნახეო და ამიყვანა სამსახურში. ან ერთი ვარიანტი, ან მეორე, სხვა ვარიანტი არ არის. მაგრამ მე მაგ მოსმენილი როგორ ყვებიან ახლა ამ ისტორიებს, გითხრა? როგორ? ესე იწყება ხოლმე ესე, აი მახსოვს 11 ნოემბერი იყო ან რაღაცა კონკრეტულ თარიღს იტყვიან, დილას ტელეფონმა დარეკა და მითხრეს, რომ ხომ არ გინდათ სამსახურის დაწყება, მოგზავნით და დაიწყეთ ჩვენთან მუშაობა. და ესე მივედი და დავიწყე. აი ყველა ისტორია რატომღაც ერთმანეთს გავს, საერთოდ რაღაც არ ვიცი, მე რითი არის ეს განპირობებული, მაგრამ დამოკიდებულება არის ერთნაირი, რომ არ უნდა ახსენო, რომ ოდესღაც რაღაცა ურთიერთობა ქონდა და გაკავშირებდა. რატო ეს რამით დასჯიან ამით თუ რა სიზამით? მე მაინც გონია, რომ შავსიაში ჩაწერენ იქ და რაღაც არ ვიცი. აბა სხვანაირად ვერ ხსნი ვერანაირად. ახლა ალბათ მათ უფრო სხვა ახსნა ექნებათ, მაგრამ მე სხვა მე შეიძლება რაღაცა პრობლემები შეეხება. რა შეეხება ახლა იგივე ექსპერტებს, ხო? ეს არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თემაა რა. ახლა როგორ უნდა გახდე, ხო? უნდა რაღაცა სახელმძღვანელო გავაკეთო, როგორ უნდა გახდე ექსპერტი. და მე მგონი რაღაცა შენც მომეხმარები ამაში, ხო? შენ როგორი ხედავ აქ მე სხვანაირად უყურებ. რა უნდა გააკეთო პირველი? ნუ პირველი უნდა რომელიღაცა პრეს კლუბს ან რაღაცა ესეთ სააგენტოს შეუთანხმო, რომ მიხვალ და დაждებდა იქ დაიწყებ ლაპარაკს, მაგრამ არ უნდა უთხრა წინასწარ რა თემაზე. ხო. იმიტომ რომ თუ ექსპერტი ხარ, ეს ნიშნავს, რომ ყველა თემაზე შეგიძლია ლაპარაკი. და თუ დააკონკრეტე, რომ მე მოვდივარ, უნდა ვილაპარაკო ან ეკონომიკაზე, ან საგარეო პოლიტიკაზე, ესე იგი აღარ ახარ ესეთი კარგი ექსპერტი, ხო? ამიტომ უნდა მე მოვდივარ და მორჩა. ეს ერთი. მეორე არის, როდესაც მიხვალ უკვე იქ, სანამ საუბარს დაიწყებ, ცოტა ხმა უნდა დაიბოხო.
ჩვეულებრივი ხმით ლაპარაკი ექსპერტების არ შეიძლება ეს რაღაც გამარჯვებით მე გახლავთ ეს უნდა იყო ლაპარაკი ეს რაც შეეხება ხმას მესამე არის სახე სახე უნდა ქონდეს ძალიან სერიოზული და აუცილებლად ერთი წარბი უნდა ქონდეს აწეული ხო აი ორი რო აწეულია ქექშიხიაშვილი ექსპერტსაც ერთი განსხვავება ხო ეგ არის სხვა არის და ესე მე ვერ ვაკეთებ ახლა ექსპერტად ვერ გამოვდგები იმიტომ რომ აი ეს მიმიკა არ გამომდის და ეს უნდა გამარჯვებოთ და უნდა დაიწყო ლაპარაკი დაწყებული ამინდის პროგნოზიდან გახვიდე ბიუჯეტამდე მაგრამ აქ თავარი არის რა გააკეთო პროგნოზი და აუცილებლად უნდა თქვა რომ მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ ერთ კვირაში და რაღაც უნდა თქვა რომ ესე იქნება ორ კვირაში და კიდე რაღაც უნდა მოყვე რაც შეეხება 3 თვის პერსპექტივას და რაღაცა პროგნოზი უნდა გააკეთო აი ეს არის ექსპერტობა აი ახლა მე რო ხო მონოლოგს ხო ვკითხულობ ხო ეს ექსპერტობაში არ გადის იცი რა შენ მე თუ მკითხავ ზუსტად ექსპერტის რანგში ხარ იმიტომ რომ მართლა ყველა თემაზე ხარ მაგრამ მეორე არის რომ ესეთი ხმა არა გაქვს ციხიაშვილის ერთი წარბი არა მაქვს არა გაქვს ასე რომ ესე იგი ამ ექსპერტისთვის აუცილებელი 3 კომპონენტი და მხოლოდ ერთ საკმაყოფილება ასე რომ არა ხარ გენაცვალე ექსპერტი რა ვქნა ნუ იუმორისტული ექსპერტი მინდოდა მაგრამ იუმორის დარგში ან რაღაც ეს ნუ შეიძლება იცი რა როგორც კი დარგს ავიწროებ და რაღაცა დარგში უკვე აღარ ხარ ექსპერტი რა. ექსპერტია რომ ყველაფერი გაქვს დამთავრებული რა. უფასურდები მე უფასურდები. და აი რაც შეეხება გაზ შენ ამბობ რომ ჩემ გაზრდილები არიან. აი ახალ თაობას ხომ არ ზრდი. ნუ ახლა განსაკუთრებით რა თქმა უნდა ეს გაზრდასთან და აღზრდასთან დაკავშირებით არიან ჩემი დიშვილები, ხო? მაგრამ მინდა გითხრა რომ რაღაცნაირად არ გამოგვივიდა ეს პოლიტიკური წვრთნა. იმიტომ რომ ერთადერთი ჩემი უფროსი დიშვილი ხარი 12 წლის მიხო. თავიდან ყველაზე მეტად, ყველაზე ხშირად გამომდინარე, იმიტომ რომ უფროსია, ის იყო ხოლმე ჩემთან ერთად მიმყავდა, მომყავდა პარლამენტში ძალიან ხშირად ყველას იცნობდა თანამშრომლებს, დეპუტატებს და ნუ როგორც ერთ დღეს აღმოაჩინეთ, ძალიან მოწონდა ეს საქმე. ნუ ეს მაშინ მივხვდით მე და ჩემი და როდესაც საბავშვო ბაღის მასწავლებელმა დაიბარა ჩემი და უთხრა რომ იქნებ ცოტა ყურადღება მიაქციოთ, ახლა ძალიან უცნაური თამაშები მოაქვს ამ ბავშვს და ბავშვებს ასწავლისო და ნუ რა თამაშებია და ახლა ზოგიერთ თამაშებზე ხარ მქონდაო ისეთი რეაქცია, მაგალითადო წინა კვირაში მოვიდა და ბავშვებს ასწავლა სელექტორობანაო. და სელექტორობანა რა თამაშიო რო კითხა ჩემმა და მოთხრა ეს რაღაცას აიღებსო სათამაშოს ესე დაარტყავს ხელს და ვიღაცა რო შევა ფოსტა შემომიტანე გენოცვალე რომლეო და ან ეთქეს რომ ნალექიანი ყავა უშაქროთ და ეს აი რო დააჭერს ხელს ვიღაცა უნდა შემოდის ეს იყო თამაში ნუ ეს ესეთი უპრობლემო თამაში ხო მანთავდება თამაში ხო ზიანს არავის აყენებდა მაგრამ წინა დღეს აღმოჩნდა რომ ახალი თამაში მოიგონა დააყენა მთელი ჯგუფის ბავშვები და უთხრა რომ ესეთი ხმით როგორც პარლამენტის პლენარულ ხდომაზე ყურადღება გთხოვთ მოემზადოთ კენჭისყრისთვის ჩართეთ კენჭისყრის რეჟიმი და ეს კენჭისყრის რეჟიმი რო ჩართო ყველა ბავშვმა ჩაიყო ორივე ჯიბეშხელი ამოიღო ბევრი კენჭები და დაუწყოს ერთმანეთს სროლა ხო და ნუ ეხა ეს უკვე ისეთი თამაში იყო რომელიც არ მოეწონა ბაღის მასწავლებლებს და ამიტომ იქნებ რაღაცა მიაქციოთ ბავშვს ყურადღება რომ სულ ესეთ თამაშებს იგონებსო და მაშინ მივხვდით რომ აპირებდა რაღაცა ნუ ეს ქონდა ეს მონაცემები და ნუ რაღაცა არც უღვივებდით არც ვეუბნეოდით საერთოდ არ ვლაპარაკობდით ამ თემაზე მაგრამ მინდა გითხრა რომ შარშან ეს 8 თებერვლის ინციდენტი რომ მოხდა და ტელევიზორში რომ უყურა ამ გაწევ გამოწევას რბილად რო ვთქვათ 2 დღის მერე შემხვდა და მითხრა რომ საქმე მაქვს შენთან რომ ნახე მითხრა რომ საქმე მაქვს ხო ხათო შენთანო და რა იყო მეთქე იცი მე გადაწყვეტილება მივიღეო არ არის პოლიტიკა ჩემი საქმეო. დაადება თავი და ძალიან სერიოზული სახით მე მივდივარ პოლიტიკიდან და პოლიტიკა და ასე რომ 11 წლის ასაკში მიხვდა რომ არ არის პოლიტიკა მისი საქმე და უნდა წავიდეს და დატოვოს პოლიტიკა და აი 11 წლის ბავშვები ხანდახან უფრო ხდებიან ხოლმე ვიდრე უფროსები ხო? კი. მე იმაზე გამახსენდა თვითონ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ანუ ჩხუბი რო ახსენე ხო ეს ჯაჭვლიანი ბარამიძის ჩხუბი იყავი შენ მაშინ თუ არ იყავი ისევ წუხვარ არ ვიყავი იმ მომენტში ვერ გზაში ვიყავი და ვერ ჩაუსწარი არ და ხმა ისმოდა ვიღაც გოგოს ხმა რომ მუხლებს დაგიხრიტავ რაღაც მე მეგონა შენ იყავი
შენ არ ყოფილი. არა, მე არ ყოფილი ვარ სამ. ხო, იცი, ახალ პარლამენტს რო უყურებ. ყოველთვის სხვა დროს პარლამენტში რო იყო ხოლმე, ასეთი ინციდენტები, ყოველთვის რაღაცა ეს ვიყავი ხოლმე ეს გამშველებლის როლში, მაგრამ ეხლა ცოტა მიჭირს იმის თქმა დანამდვილებით, რომ გამშველებელი ვიქნებოდი. ხო, უფრო გაიწევდი. არ გამოიწოლი. მე და მაინტერესდა თუ სულ ესეთი აქტიური ის არის პარლამენტში, სულ ეს ფიზიკურად ერთმანეთს ხანეხებია ხარა. სულ რა იყო სხვა შემთხვევაში? კი, რაღაც ხო იყო ვიღაცები გამათობდნენ. არა, ესეთი ჩხუბის მაგვარი იყო ერთი, მაგრამ ბევრი აი მაგალითად შეიძლება ფილმებიც რო გადაიღოთ. კარგი. მე დავარქვი ხო სახელები მაგ. გითხრა? თუნდაც არიციან. აი ეს 8 თებერვლის მერე დავიწყე ამ სახელების დარქმევა. ზურა ჭიაბერაშვილი არის ჯეკი ჩანი. კიდე? აი ამ ინციდენტ ჯაჭვიანი ბარამიძის მე არ ვიცი რამდენი დააკვირდით, იქ ეს ერთ მხარეს ორი მიმართულებით არის რა, კადრში კარგად ჩანს მიშა მაჭავარიანი როგორ ჩხუბობს. მიშას დავარქვი ვანდამი. ვანდამი. ორმაგი დარტყმა, დვაინო ვანდამ, დვაინო ევდა. ხო და ბარამიძეს აი ხან ყობრა ხარ აი ბარამიძეს კარგად ვერა ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული. მაგრამ ფილმის სახელი შეგიძლია დაარქვა მაგ მოვსივა რიგითი ბარამიძის გადასარჩენად. მაგრამ არ არის რიგითი მაგაშია საქმე რაღაცა ან ესეთი ფილმი სვანი 2-ით შეიძლება გამოვიდეს. ხო ბობოხიძე ვაზრაშაეც. ბობოხიძე ვაზრაშაეც ძალიან შეიძლება. კარგია. ერთ თემას მინდა შევეხო ბოლოს იხილავდნენ პარლამენტში თუ არ ვწდები რომ პარლამენტიდან კი არა და ქვეყნიდან არ გასვლასო ქვეყანა გიწყვეტს გახვიდე თუ არა ხო და მე გაიწვიეს უკან როგორც კი ატყდა ალიაკოთი ამაზე ანუ რა რომ ესე იგი მე არა ძალიან საინტერესო ჩანაწერი იყო ყოველგვარი განმარტების გარეშე სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება საქართველოს მოქალაქეს არ მისცეს საქართველოსთან გასვლის უფლება ხო მაგრამ ეს კანონი ყველაფერი იყო. ვისაც აქვს მოფიქრებული ის კაცი უკვე კითხულობს ლექციებს ამერიკაში. ხო და არა სანამ წავიდოდა მანამდე იყო ვერ მოასწრეს. ვერ მოასწრეს. ეს კი მანამდე იყო. ხო არა ესე სახელმწიფოს თუ და არ განვიშვა. საერთოდ ძალიან საინტერესოა ესეთ საკანონმდებლო საქმიანობა პარლამენტში ხა შენ ხშირად ხუმრობ ხოლმე ამ თემაზე. ისეთ საინტერესო საკითხები იხილება ხოლმე რომ აი ხო უარესად ვიცინე მაგალითად დიდგორზე. ხო ეს ჯავშან ტექნიკაზე ხო? 9 საათი არ ვიცი გახსოვთ არ გახსოვთ 9 საათი ვისმენთ როგორ სისულელია საქართველოს ჯავშან ტექნიკის და მანქანების მომზადება და ეხლა საპატიოდ გაჭრეს ლენტები. იგივე იყო იმ თბილისის შემოვლით გზაზე ლაზიკაზე, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ოღონდ რამე გააკეთონ და ნუ ერქმევა ნუ რავის სახელი, ნამდვილად არ აქვს ამაზე პრეტენზია. შენ ესე ფიქრობთ ხალხი? ხო, ეთყობას ხო შენ დაგიჯერეს, გახსოვს? როგორც კი შენ უთხარი რომ ნუ დაარქმევ შემოვლით გზას გადავლითი დაარქვით და ერთი კვირის მერე დაიწყეს რიფრენო. დაიწყეს გადავლითი გზის. ასე რომ მე გირჩევ რომ ხშირ-ხშირად მიაწოდო ხოლმე ესეთი იდეები. ფაქტიურად გამოდის რომ ქვეყანას მე ვმართავ. იცი რა შენ გადარჩი. არა, ეგრე ახლა მე რაღაცა პოლიტიკური მას მომაწევს განაცოლე. მე სხვა კატეგორიის ადამიანი. მე დამოუკიდებელი პერსონა ვარ. იცი რა რომელ სექტორში ხარ? სამოქალაქო სექტორში არა ვარ. არა. სატელევიზიო სექტორში. ეგეთი სექტორი არ არის? არის, ვაფუძნებთ. ხო, ნუ მაშინ უნდა დაანონსო, რომ ფუძნდება ახალი სექტორი და შენ იქნები ამ სექტორის პირველი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. გასაგებია. ერთი რამი და ბოლოსკენ გთხოვო. შენ მანქანა ხო მართავ კარგად თუ არა? აი ხანია არ ვდარ ვარ საჭესთან რაღაც ინციდენტის მე 1-7 წელი. იმიტომ ქუთაისში დადიხარ ხშირად. ხო. ხო და ნუ საგზაო წესები თუ იცი თქო რა ახალი. რაც გამოკრულია. ახლები შემოვიდა. აი საგზაო წესებს სხვა შეს არა, იმიტომ რომ არ ვზივარ საჭესთან. თუ რამე ახალია რაც არ ვიცი. ახალი საგზაო ნიშნები. ეგ ვიცი რაც არის. იცი ეს რას ნიშნავს? კი, ეს ვიცი რომ არ უნდა შემოუხვევ, ეგ მე ხო. ეს რას ნიშნავს? ნუ აი იმიტომ რომ თუ თქვათ იქ არის, შემოხვევა არ შეიძლება მანქანით. არა. ნაციონალების უკან მობრუნება აკრძალულია. დაიღე. აჰა, ეგ. ეს იცი რას ნიშნავს? კი. რას? ეს ქართული ოცნება ტრიალებს და ტრიალებს? არა. აბა. წინ სააკაშვილია, დარბის. და ლურჯი რატოა? ლურჯი არის გარედან ხო ოცდება და თეთრია. არა, იცი რა, ფერების მიხედვით აბსოლუტურად ფერი არ გამოდის და ეხ ესეთი დაბა. რატო წითელი ფერი ხონდა ვინმეს ეცოდინებოდა ეგ ნიშანი?
ხო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ესეთი დაუბეჭდეთ, ესეთი ჩამოვიდეთ, თუ გინდა წითელი იყოს, არ არის პრობლემა. ეს რა არის? არა, სინამდვილეში რა არ ვიცი, მაგრამ ხა შენ რაღაცა ისე-ისეც ნაციონალებთან გექნება დაკავშირებული და უკვე არ მოვწონს. ზასთან? ნაციონალებთან. არა. აბა? არა. ეს არის აკრძალავი ნიშანი, ხო? აკრძალავი დამთმობის თუ მანაჭ. აქვს სხვა იდეადებს. აბა? წინ ჩვენი ევროპული მომავალი იმარხება. არა, ეგ არ მინდა. არა. ეგ არ მინდა. ეს ნუ ფართო გზიდან ვიწრო გზაზე შევედით. არა. აბა? პრემიერ-მინისტრის უფლებები ესეთი სწორი და ეს არის პრეზიდენტის უფლებები. აქ ვიწროვდება, აქ თვითონ. აჰა. უფლებები. მე მგონი ძალიან ესე უფრო მეტად უნდა შევიწროებულიყო. უფრო მეტად უნდა შევიწროებულიყო. და ერთი არის ამ ნიშნებიდან. ხო. რომელი ეხება ფინანსთა სამინისტროს. აი ეს ბოლო. ესა? ხო. რატო? რა ვიცი, აი უცებ რო შევხედე, ხო ეს რა ვიცი? არა, 4-ვე. არა, ეგრე თუ ეს არის ყველა შეიძლება ეხება ფინანსთა სამინისტროს ხათუნ, ეხლა ჩამოვიწყე. მაგრამ მე მაინც იმაზე გამიჩნდა პირველი ასოციაცია. ეგ რა? აქედან დავიწყოთ. ხო. ეკონომიკის 10%-იანი ვარდნა. აჰა. შეუულებრივად. სტოპ. შეაჩერეთ დოლარის კურსის გამყარება და ლარის კურსის გაუფასურება. ეს არის წონაში მატება აკრძალულია. და ეგ მაგრამ მგონი საერთოდ და ეს კიდე ხადური ზემოდან. ჩოდო. შოთ და მეთქი ისეთი. არა. მეც რო ეგეთი იყო, მეც ზემოდან ეგეთი ვიქნებოდი. ხო და ნუ ესეთი მომენტია. მოკლედ ხათუნა მინდა უღრმესი მადლობა. პირიქით. გადაგიხადო რომ მოხვედი ჩემთან. ვიცი ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია შენი მოწვევა, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანია გქონდა უკვე მოლაპარაკებები რომ კი, რამდენი დამირეკა, იმდენი რაღაც ხდება. ერთი უნდა მოსულიყავი და ვერ მოხვედი, იმიტომ რომ უგულავასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. ნუ ეხლაც რაღაც აურზაურია ქვეყანაში და ხო, მეტი აღარ დამირეკო, იმიტომ რომ შენ რამდენი შერეკა, იმდენი რაღაცა ხდება. ხო, ნუ რა ვიცი, შეგეხმიანები, რა ვიცი, შემდეგ მომავალში. ხო. ძალიან დიდი მადლობა, ხათუნა გოგორიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა. ვიფასო მეგობრებო, ხოთ მიოცანო ჩვენი გადაცემის სტუმრები კაბუ და ნინო ზოპედიძე. გამარჯობათ მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით, კაბუ, ნინო. ეხლა ეს ორი ადამიანი ყველა იფიქრებს რომ რა კავშირშია ერთმანეთთან. ხო და ნუ კავშირი არის ის რომ ძალიან ისეთი თქვენ სიმღერას მოусმინე, არ შემეძლო რომ გადაცემაში არ მოსულიყავ, არ მომეწვიეთ. ძალიან მაგარი ხო არის? ჰა? ძალიან მაგარი სიმღერა. ძალიან მაგარი. აი, ეს ხომაგალი ნათქვა. და მოდი ამ სიმღერაზე ვისაუბროთ, ნინო, დუეტი. დუეტი, რომელიც დაიგეგმა 1000 ერთი ალბათ დაახლოებით 10 წლის წინ დაიგეგმა ეს დუეტი. 10 წლის წინ დაგეგმეთ ეს დუეტი და ქუთაისში დავგეგმეთ ეს დუეტი, რაღაც კონცერტი გქონდა ერთად და მის მერე დავგეგმეთ და ვეღარ განხორციელდა და ეხლა დავაყენეთ ეს უფრო საშველი. თხოვნით მივედი, უნდა გენახე. ხო. აუ ნინი. ეს მე თქვა ჩავწეროთ ერთად. არა მეთქი რა. არ გამოვა. და ზუსტად 10 წელი გავქრე. მერე რო დაიწერა სიმღერა? მერე დაიწერა, ნუ ეხა ეს ჩაულებრივად იმით დამათრევდა თოკით. სად ახარ? ნინი მოვდივარ, ისა რა ქვია, აი მანქანაში ვზივარ. ოღონდ სახლში იყო ზუსტად. ხო, მე ვდგევარ შენ корпуსთან. ხო. ჩამოდი, მეწაგება. და აი ცოტა წითელი ლოყებით ჩავდიოდი ხოლმე, გაწითლებული. მაგრამ ნუ არა უშავს რადგან გაკეთდა და ჩაიწერა. ნიჭიერებამ გადაგარჩინა. ხო, თორე დამკლავდა. ხო, ნუ კარგია ახლა ეს დუეტი ხა ერთი 10 წლის მერე კიდე ერთი დუეტი ჩაწეროთ. ერთი 10 წლის მერე კიდე ერთი და ნუ რაღაცა მოხდები. მე ესე უნდა მიაყაროთ თორე ერთი სიმღერით ახლა ესტრადის ჭიკჭიკს ვერ გააღვიძებთ. გამოვალ მე. არა, სხვათა შორის გვაქვს ისე.
იდეაში ხო? 10 წლის მერე ხო? 10 წლის მერე. არა, შევამცირო უნდა, შევამცირო. ეგრე არ შეიძლება. და თავიდან ეხლა რო უთხარი რა გითხარო? 10 წელი გავიდა რა, 9 წელი ქონდა მაგისთვის რომ ჩაგეწერა დუეტი, ხო არა? ხო და თან 9 წელი ხომ ქონდა? გამოსწორების გზაზე დგას. კი, გზაზე გავიარე ეგზა ნინიტო, გამოსწორდი. კი. რომ მე ვარ ძალიან პუნქტუალური ადამიანი ზოგადად. რა სიმღერა კომპოზიტორი ვინ არის? სიმღერა არის ჩემი, კაბუსი, რა თქმა უნდა, კაბუსი, ანუ რაღაც ერთობლივია. არაჭირება. ხო, ნუ მელოდია ჩემია. სხვათა შორის ვფიქრობდით, რაზე უნდა გვემღერა, გახსოვს? აბა. ქვაბულეთში 1-2 წლის წინ ეს იყო დაახლოებით და იდეა ანუ გვინდოდა რაღაცა რაზე ვიმღეროთ პროტესტი რაღაცა სიყვარული თუ რაღაცა მეგობრობა და ბოლოს გადავწყვეტეთ ვნებაზე ვმღეროთ და პროტესტი რატო რაღაცის მიმართ რაღაც იცი რა არის კაჩავს პროტესტი ნუ კი გასაგებია მაგრამ ნუ ეს რაც გვაწუხებ და იმაზე უნდა გვემღერა მაგრამ ბოლოს მაინც ტურნეს გეგმა აქვს ისე ჩუმად გადავიხარხარი. ისე ჩუმად და მორცხლად. არა, შეხედეთ საქართველოს ტურნე რა ასნიშნავს, ვიცი? არ ვიცი. აი მაგალითად ჯერ მღერი კლუბთან შედიხარ მე კლუბში ბარისტოიკასთან მღერი მე ნელელა ნიიცე მე სცენასთან რომ ვიყავ ტურნეს ბოლოში იქარ ფინიში დასკვნითი კონცერტი გაქვს სცენაზე ეგ არის ტურნეს შემთხვევაში ქვეყანაში და მაგით ტურნე გაქვს თუ არა ტურნე გვექნება მაშინ ეგრე თუ არის სადღაც რაღაცას დავგეგმავთ არანი კი გასაგებია ნაუცილებლად კომპოზიტორი შეხარ და ვისაც რომელ სტუდიაში ჩაწერე ვინ არანჟირება არანჟირება არ გაგვიკეთებია ჩემ სტუდიაში ამჯერად გავაკეთე სხვა სტუდიაში ანუ შენ ქმარს არ გაუკეთებია არანჟირება არ ეცალა ჩემთვის თუ არენდე არა არვენდი არ ეცალა და ვიმუშავე საკმაოდ კარგ ბიჭთან კობა მესხია არის ესეთი ახალი ესე დამწყები არ არის მაგრამ ძალიან კარგი ბიჭია ესეთი ნიჭიერი და ერთად გავაკეთეთ ეს ქუთაისელია ეგე არა მეგრელია კობა ან ქუთაისელი არ არის კარგია ესე მომწონს ოდესაც სიმღერები იქნება და მე იმდენად მომეწონა არანჟირება და იმიტომ ვკითხე რომ არანჟირება ძალიან კარგია და ძალიან მომეწონა ეს რაც შეეხება სიმღერას დიახ ნინო იმედია შეასრულებ დღეს ჩვენთან გადაცემაში მაგრამ მე მინდა ერთ პატარაზე გადაუხვიო ცოტა კაბუზეც მინდა ვისაუბრო იმიტომ რომ აი მაგალითად სერიალშიც თამაშობ კაბუ ნუ ძველ ბიჭს თამაშობ რა ხო და ახალი ძველი ბიჭი ქვია მაგრამ მაგ პერსონაჟს ბიზნესი რო გაქვს მაგრამ რაღაცა ეგ გააქვს ხშირად შეხება ძველ ბიჭებთან ხო ნუ მომიწია ეს ბოლო პერიოდი ვინაიდან რადგანაც სცენამ რაღაცნაირად სცენასთან ცოტა კონფლიქტი მომივიდა თუ რაღაცა ისე რაღაც ეზოში გავიჩითე რა და მიწოდა რა თქმა უნდა ახლა იქ სტოიკები იყო რა თქმა უნდა ცოტა მოუგუნებდა გასტოვდი წელი გეტკინებმა მე სტორდებიან როგორ არისო და მაგის მეტი რა იყო და მე მან ქუჩაში ისტორიები მაქვს მოსმენილი ანუ დედას გეფიცების სულ მეგონა რომ მეთქი ამას იგონებენ რა ვიღაც მე ანეკდოტები თქო რა არა ხალხო ეს რეალურია ყველა ანეკდოტი რაც იცით ნარკომანებზე არის მართალი ეს უნიკალური ნაროდია მე ეგეთი უნიკალური ტიპები არ მინახავს ბიჭო ისე იტყუებიან მეთქი კიდე მოიტყუე კიდე რა მაგრა ტიპი ნიჭიერად აი ვიჯექი და ვიღიმოდი და იცოდა რომ არ მჯეროდა მაგრამ ის იცოდა რომ სიამოვნებდა და აგზელებდა ამას ამწობდა და კაროჩე და სიმონ და ემინა ტიპი წავი მინა ხელში მეჭირა თავი და მე სიამოვნებდი იმიტომ რომ მახსენდებოდა მე სცენაზე და მე ხო იდგავდა და პედესტალი ჭირდებოდა თუ სცენაზე იყო კაცო ცაბა რა ჩეულე მე ბოლოს ტაში ნუ არ მოსულა იქ ხო აზე ტაში რა პონტია თუ ტაში უნდა პეკიტები მაგის ისმა არსებობს თო რა ქვია რა ქვია დაჯილდოება სპეციალური თო ქუჩის ტყუილი პირველი მაგ დაიწყай რა ერთ-ერთი რამდენიმე ერთ-ერთი მაგალითად ერთ-ერთ უბანში არ დავასახელებ
მაგარი კაცი ეს რო არა თქვა არ არსებულია, ანუ შანსი არ არსებობს. არ დუსკინა ერთი რა. დუსო. დუსო ახალი განთავისუფლებულია, სიმონ გაზია, იმინა გაზიანია, დუსკინა სიმონ გამოდის, სიმონ ხოძეა და აშვები ბიჭო და. ზმა დახვდა სვაბოდაზე და ბრამით რა ივო რა რო კიდე მხვაზე ხარ რა რომ ფრასკრუტკაზე არ წავიდეს დუსო რა ნუ თისაკი დადის აი თისაკი რო გახსნის მანახეს მობას გარცებევნო ჯერ ნუ დამჭრი მაშინ და რაღაც რამსი მოხდა იქ ხანხა ხიპიში დაძაბულობა რა მე და დუსო ცოტა ისეთი ტიპია რა და პირველი ამას მოხდა ბიჭო დუსო ვაფშე ეს პონჩა მისული რა და გაკანეს თხლაშ მიცეს დუშე შენი დედა გახსნა ეს თისაკი მოდი აკა მიზდა მამ დაინახა კურთია მამ დაინახა ბიჭო დუსო ნუ შვრები ბიჭო ნუ შვრები და აი გაჩერდა მოტრიალდა უნაფშვრა ნაშურა დუსო აი მინა გაჩერდა უნავშურა თანს მისგან გაუწყდა ბიჭო სადასორმუზე უნავშურა რა ნუშრები ევროლიცი შევიდა იცი ლიცი რო შევიდა ლიცი შევიდა მე მაპატიეთ არასრულწლოვანები ხო არ გვიყურებენ? არა, ძინავს. ონო. ჯო პირველად დანში თო ხა წარმოიდგინე ორი ძალიან მაგარი გოგო შეყვა ლივჩი დუსკინას. პაგრალი. და ესე მიადო ღილაკს ხელი. გოგოებო, რომელს მოგაჭირე? მე რაღაც მოვიდა ფინგალს. აიყო, მე რაბი ამათ მე პატივებს მეცემოდი ამათ მაგიდე ის რა სუმკები მეცემოდნენ კაროჩე რა მეცე მე მოკლეს თემაში დუშოს რომელს მოგაჭიროთო კაროჩე ერთი მოგიყო კიდე მაგარი ერთი კაროჩე ერთი კოლორიტია ალიკა ჯაძალიკ სომეხი დილობიანი სულ მოწესრიგებულია და როცა ეს კონფლიქტი სადმე მაპატით მაგრამ ესე საუბრობ ერთი დიდი ბოდიში თქვენი დედა წაისო ეს ბაგროდგას ბიჟაზე ესე ეწევა რა აკადემიურად ყავავნა აიოს აკადემიურად ეწევა და შარდენზია მოწესრიგებული კაცია ძალიან კაცო პიდჟაკი რამე შეკრული ღაილი ესე ბავშვები მოვიდნენ. მაგრამ ყველაფერს ეკითხებიან ახლა ალიკას რა. აი მოდი ძმაო თუ არა გჯერამს პატარა ბავშვები. ჯაძალიკ ქურდებს ხელს რათა არ ურტყამენ. სტივად. გემდე ჯერა თიმბაგრო სტივად. კიბათ. ბატონო, რა ხარ ბიჭო, ხონა აეხსნა ეს რატო არ უთხრა. დაიცა დაედა რა. იმიტომ რომ ხონა დაეცხს რა. მიხდა რა, რომ ახლა ნუ ყვილია რა, ხელა. აკადემიურად კარგი. სასაცილო ამბები იყო აი. არა, ხონ ვეკიდე რა, რო ჩამოყვეთ უამრავია, მაგრამ გამახსენდა ბავშვობის პერიოდი. ეხაც არის, ანუ ხო? არის რო ადაობს როგორ არის. ეხლაც არის. მე როსა ბიჭები რას ძახნო. ყველაფერი, ყველა. აი, გადავიდეთ სიმღერაზე. აი ეს სცენა არის განკუთვნილი თქვენთვის. გენაცვალე. სიმღერას რა ქვია, ნინო? ყველაზე მეტად. ყველაზე მეტად. ეს მიკროფონები გამომართვით. მე მანამდე ჩვენს მაყურებელს დავიმშვიდობებ, ძირფასო მეგობრებო, დღეს მე ამით გემშვიდობებით, ერთმანეთს შევხვდებით იქის პარასკევს, მანამდე მოვუსმინოთ ნინო ზოწენიძე და კაბუს. Ey, carga dama quindi cosa magari callepsi. Sa sul non c'ha si un di lunga si caigime, ma cura di te barcenta.
გვიდები ყველაფერი აგიხდება რასაც ინაძებ აღარ ინანებ არა მინათებს გადაჭიდე რაქსოს ისე მოდებერები და გაგიცხებ გასულს ისე შენთან მინდა მესვასთან არსულს ჰეი მის მინდა ხო მე მინდა შენთან ყველაზე მეტად რატომ გაგიგვირდა მინდა ვიყოთ ერთად ვიცი გინდა ჩვენთან შენს ყველაფერს მიგონებ არ ყოფილა ყველაფერი ასე ცუდად რაღაცა სიგონე არა და ყველაფერს აქვს თავისი დრო იცოდა მოვიდა დრო გითხრა ყველაფერი რასაც ვფიქრობ მოგცე ყველაფერი რასაც ვითხოვი არ ვითხოვ არაფერს შენთან მინდა ჩემს გონება მოხვევავნება ისინი პორომერის გაჩუქე სადგაკრა მოდი მე მითხარი ყველაფერს გადიგებ და გაგიგებ ხო რასმალო და მამა ისოთა ხედავ ყველაფერს ხედავ მე შენთან ვარ ხო მე შენთან ვარ ხო მე შენთან ვარ ჩემს გონება მოხვევავნება That